მოგესალმებით, ეს ჩოხატაური სათემო რადიოა და მე თამთაცინცაძე ვარ. ნოემბერს მთელ მსოფლიოში აღინიშნება ადვოკატთა საერთაშორისო დღე, რომელიც ეძღვნება იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად იცავენ სამართლიანობას, ადამიანის უფლებებს და საზოგადოების ინტერესებს. ადვოკატის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და ღირსეული საქმეა. რადგან მათ ხშირად უწევთ ბრძოლას სამართლიანობისა და სიმართლის დასაცავად. და სწორედ ამ პროფესიის წარმომადგენელზე ვისაუბრებთ. მათ საქმიანობაზე, გამოწვევებსა და იმ მნიშვნელობებზე, რაც ადვოკატებს აქვთ სამართლიანი საზოგადოების მშენებლობისათვის. ჩვენი სტუმარი ქალბატონი თამთა ზენაიშვილია. შესაძლებელია ჩვენს მსმენელს ახსოვდეს კიდევაც მისი წინა გადაცემა, რომელიც ეხებოდა ნაფისმსაჯულთა სასამართლოს ძალიან საინტერესო გადაცემა იყო თითოეული მოქალაქესა რადგან შესაძლებელია ერთ დღეს ყველა აღმოჩნდეთ ნაფისმსაჯულთა სასამართლოს შერჩეულ სიაში. მოგესალმებით პირველ რიგში თამთა, როგორ ხართ? საუბრება თავისპირად გამოცდილებაზე, თუ რას ნიშნავს იყო ადვოკატი. მოგესალმებით ქალბატონო თამთა, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩემი მოწვევისათვის და აღნიშნული თემის დაინტერესებისათვის. პირდაპირ გადავიდეთ თემაზე, როგორ დაინტერესდით ადვოკატის პროფესიით, რატომ გადაწყვიტეთ ამ გზის სვლა? ზოგადად ადვოკატის პროფესიამ დამაინტერესა იქიდან გამომდინარე, რომ ჩემში ვფიქრობ ალბათ, რომ იყო სამართლიანობის შეგრძნება, შესაბამისად პროფესია ადვოკატი იწვევდა ჩემში წესრიგისა და სამართლიანობის განცდას, ასევე მინდოდა რომ დამეცვა ადამიანები გამომეხატა ჩემი შესაძლებლობებით და აქტიურად მიმეღო მონაწილეობა სამართლებრივი პროცესების წარმართვაში, ამიტომ ავირჩიე ის გზა. ადვოკატობა ჩემი პროფესია არის იმიტომ, რომ საშუალებას მაძლევს დავიცვა ადამიანები, ჩავთო სამართლებრივი პროცესების მართვაში და გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობები ამ კუთხით. ეს გახლავთ ჩემი მოწოდება, რადგან მჯერა რომ შემიძლია შევცვალო სხვების ცხოვრება უკეთესობისაკენ და დავიცვა სამართლიანი. ძალიან კარგი. როგორია თქვენი ყოველდღიური სამუშაო პროცესი? რა სირთულეებს აწყდებით? საკმაოდ საინტერესო სამუშაო პროცესი გვაქვს, საკმაოდ დატვირთული. ზოგადად რომ შევაჯამოთ, ჩვენი დილა იწყება, დღე იწყება რა თქმა უნდა, საქმიანი წერილების გადახედვით, შემდეგ უკვე კლიენტთან, დასაცავ-პირებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, რადგან გადავჭრათ მოსალოდნელი პრობლემები, განვიხილოთ სამართლებრივი სირთულეები და ასევე განსაზღვროთ კონკრეტულ საქმეში სტრატეგია. გარდა ამისა, გვიწევს ასევე სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, ესენი გახლავთ საჩივარი, განცხადება, შუამდგომლობა და ასე შემდგომ გააჩნია კონკრეტული საქმიდან გამომდინარე, ასევე რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ, ეს გახლავთ სასამართლო პროცესებში მონაწილეობა, შემდგომ ხდება სასამართლოში ამ ყველაფრის წარმოდგენა, ყოველივე გრძელდება სასამართლო პროცესის დროს, როდესაც სასამართლო განიხილავს მხარეების მიერ წარდგენილ დოკუმენტებსა და მტკიცებულებებს. რაც შეეხება დღის ბოლოს უკვე ხდება ამ ყველაფრის შეჯამება და ასევე საზღვრავს და გეგმავთ უკვე მომავალი დღის გეგმებს, რომლებიც რა თქმა უნდა მორგებული გახლავთ დასაცავი პირების ინტერესების შესაბამისად. თქვენი აზრით, რა არის ადვოკატის მთავარი მისია საზოგადოებაში? ჩემი აზრით, ადვოკატის მთავარი მისია საზოგადოებაში გახლავთ ის, რომ ყველას ვისაც ჭირდება სამართლებრივი დახმარება და ხედავს ადვოკატი, რომ ეს საჭიროება მოითხოვს თავდაუზოგავ შრომას, ყველა მნიშვნელოვანი რესურსი ჩართოს აღნიშნულში და გაიცვას ადამიანის უფლებები, უზრუნველყოს სამართლიანობა და რა თქმა უნდა კანონის უზენაესობა. ვფიქრობ, რომ ადვოკატი გახლავთ უშუალოდ შუამავალი პირი მოქალაქესა და სამართლებრივ სისტემას შორის, რომელიც
უზრუნველყოფს, რომ კანონი ყველასთან უნდა მუშაობდეს თანაბრად. რამდენად მარტივია დღეს საქართველოში სამართლიანობის დაცვა? როგორც პროფესიული, ისე ეთიკური თვალსაზრისით. საკმაოდ საინტერესო კითხვა გახლავთ. რა თქმა უნდა, საქართველოში გახლავთ მთელი რიგი გამოწვევები. პირველ რიგში არსებობს სამართლებრივი პროცესების სირთულეები, როგორიც არის დაგვიანი სასამართლო პროცესები, ადვოკატის ხშირი გამოწვევა არის ასევე რესურსების შეზღუდულობა და ინდივიდუალურად კონკრეტულ საქმეზე სირთულეები ამა თუ იმ კუთხით. რა თქმა უნდა, ადამიანის დაცვა ხშირად არ არის მარტივი და საჭიროებს დეტალურ მტკიცებულებების შესწავლას, გონივრულ არგუმენტირებას და ასევე პროცესის სტრატეგიულ დაგეგმვას. წარმატების შანსი დამოკიდებულია როგორც კანონზე, ისე მტკიცებულებების ხარისხზე და ადვოკატის როლსა თუ გაწეულ შრომაზე. რაც შეეხება ეთიკურ პრობლემას, შესაძლებელია ეს გახდეს ის, რომ ზოგადად საქართველოს მაგალითზე სამართლებრივი სისტემა ყველას ანიჭებს უფლებას სამართლებრივი დაცვის მიღებაზე, მათ შორის ადამიანებს, რომლებსაც გააჩნიათ სერიოზული განსაკუთრებული მძიმე კატეგორიის დანაშაულები ჩადენილი, მაგალითად მკვლელობა. სამწუხაროდ საზოგადოებრივი ადვოკატის როლი ამ კუთხით საზოგადოებაში არის საკმაოდ რთულად აღქმადი. ნამდვილად არის ის პრობლემა ეთიკური და პროფესიული თვალსაზრისით, მაგრამ რა თქმა უნდა ეს საბოლოო ჯამში პრობლემად ვერ შეიძლება რომ ჩაითვალოს. ბევრი ადამიანი სამწუხაროდ დღევანდელობაში ვერ აცნობიერებს, რომ ყველა ადამიანს აქვს სამართლებრივი დაცვის მიღების უფლება, მათ შორის ადამიანებს, რომლებსაც სერიოზული დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგალითად მკვლელობა. ყველა შემთხვევაში ადვოკატის მოვალეობა გახლავთ დაცვის უზრუნველყოფა, კანონის მიხედვით ყველა პირს აქვს უფლება დამცველზე და ადვოკატი აუცილებლად პასუხისმგებელი გახლავთ, რომ პროცესი კანონის ფარგლებში სამართლიანად წარიმართოს. თუმცა როგორც ვიცი, თქვენ ხართ საზოგადოებრივი ადვოკატი, რომელიც ბრალდებულს ენიშნება სასამართლო წესით. ანუ თქვენ არირჩევთ კონკრეტულად, რომელი ადამიანი უნდა დაიცვათ და რომელი არა. ამ კუთხით რა სირთულეებს აწყდებით? ანუ გქონიათ თუ არა პრაქტიკაში ესეთი შემთხვევა, რომ ადამიანი, ვისაც იცავდით, გინდოდათ იმ ადამიანის დაცვა და აი კერძო ადვოკატი რო ყოფილიყავით, უარს იტყოდით მის დაცვაზე. მე გახლავარ საზოგადოებრივი ადვოკატი. ზოგადად საზოგადოებრივი ადვოკატის როლი გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის საკმაოდ მრავალმხრივი. ის ეხება როგორც ინდივიდის უფლებების დაცვას, ისე რომ მთლიანად სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებაში, რაც გულისხმობს უფასო სამართლებრივი დახმარება. საზოგადოებრივი ადვოკატი წარმოადგენს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა კერძო ადვოკატის დაქირავების. საზოგადოებრივი ადვოკატი უზრუნველყოფს, რომ ყველას ჰქონდეს თანაბარი წვდომა მას საჯულებაზე, მიუხედავად სოციალური მდგომარეობისა. ასევე საზოგადოებრივი ადვოკატის საქმიანობა ამყარებს მოქალაქის რწმენას, რომ კანონის წინაშე გახლავთ ყველა თანასწორი, სამართალი გახლავთ ყველასთვის ხელმისაწვდომი და სახელმწიფო იცავს სუსტ და დაუცველ ჯგუფებს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ რა სირთულეებს ვაწყდებით აღნიშნულთან დაკავშირებით და ყოფილა თუ არა კონკრეტულად ფისკალის სამართლის საქმე და დასაცავი პირი, რომლის დაცვის შესაძლებლობა გვაქვს თუ არ გვაქვს, თავად ჩვენ ვირჩევთ. მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით, რომ ზოგადად ადვოკატის მოვალეობა არის და რა თქმა უნდა კონკრეტულად საზოგადოებრივი ადვოკატის ან ჩვენი მოვალეობა გახლავთ ნებისმიერი პირის დაცვის უზრუნველყოფა. იქედან გამომდინარე, რომ კანონის მიხედვით ყველა პირს აქვს უფლება დამცველზე და ჩვენ საზოგადოებრივი ადვოკატები პასუხისმგებელი ვართ, რომ ნებისმიერი პირის სისხლის სამართლის საქმე წარიმართოს
კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, სამართლიანად. თამთა, აი თქვენი დაკვირვებით, რამდენად არის საზოგადოება ინფორმირებული თავისი უფლებების შესახებ და როგორია ადვოკატის როლი ამ პროცესში? შულთან დაკავშირებით ვითარება რა თქმა უნდა გაუმჯობესებული არის, მაგრამ სამწუხაროდ ბევრმა ადამიანმა არ იცის, როგორ დაიცვას საკუთარი უფლებები. ამ მხრივ ვფიქრობ, რომ სკოლაში, მედიაში და ასევე ჩვენ ადვოკატებს, რა თქმა უნდა, დიდი როლი გვაკისრია. ხშირად უბრალოდ ინფორმაციის გაზიარება უკვე ადამიანს იხმარება აღნიშნული საკითხის გარკვევაში. დღესდღეობით სამართლებრივი ცნობიერება ეტაპობრივად იზრდება, შესაბამისად, ჩვენი ადვოკატების როლიც საკმაოდ მნიშვნელოვანი არის აღნიშნულთან დაკავშირებით. ხშირი არის შემთხვევა, როდესაც მოქალაქეების ერთსარგებლობენ თავისუფალი გამოხატვის შრომისა საკუთრების უფლებით, უბრალოდ იმიტომ, რომ არ იციან როგორ და სამწუხაროდ არ იციან ის, რომ შესაძლებელი არის აღნიშნული ინფორმაციის სრულიად უფასოდ და ხელმისაწვდომად მიღება. ადვოკატის როლი ამ პროცესში გახლავთ უმნიშვნელოვანესი, რადგან ის მხოლოდ სამართლებრივი წარმომადგენელი კი არ არის, არამედ გახლავთ მასწავლებელი, განმანათლებელი, დამცველი და შესაბამისად სრული სამართლებრივი ცნობიერების გარეშე მოქალაქე ვერ განახორციელებს საკუთარი უფლებების რეალიზებას. ამიტომ აუცილებელი გახლავთ, რომ სახელმწიფომ, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებმა და ადვოკატთა კორპუსმა ერთობლივი ძალისხმევით მიაწოდოს საზოგადოებას სამართლებრივი განათლება და მოქალაქეთა აქტიურობის გასაზრდელად საკუთარი უფლებების დაცვის საქმეში შეიტანოს აქტიური როლი. უფრო ეხლა პიროვნულ თვისებებზე რო გადავიდეთ, თქვენი აზრით, რა თვისებები უნდა გქონდეს კარგ ადვოკატს? მნიშვნელოვანი კითხვა გახლავთ ქალბატონო თამთა, რადგან ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ იურიდიული პროფესიისათვის. კარგი ადვოკატის ძირითადი თვისებები რა თქმა უნდა იყოს თავისი საქმის პროფესიონალი, რომელსაც გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ იცავს ადამიანის უფლებებს, თავისუფლებას და ასევე ინტერესს. ვფიქრობ, რომ საქმიანობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ცნობას, არამედ პიროვნულ და ეთიკურ თვისებებსაც. რა თქმა უნდა, კარგი ადვოკატი უნდა ფლობდეს სიღრმისეულ იურიდიულ განათლებას, კანონმდებლობის მუდმივად განახლებულ ცოდნას და ასევე სასამართლო პრაქტიკასა და სასამართლოს სხვადასხვა დარგის ანალიზის უნარს. ასევე უნდა ჰქონდეს კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი და რაც ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ, ეს გახლავთ ეთიკა და კეთილსინდისიერება. ადვოკატის საქმიანობა ეფუძნება მიუკერძოებლობას, პატიოსნებას და კონფიდენციალურობას. ადვოკატი არასდროს არ უნდა იყენებდეს ცოდნას ან პოზიციას არასწორი მიზნებისთვის და ყოველთვის უნდა იცავდეს ადვოკატის ეთიკის კოდექსს. როგორ ართმევთ თავს სტრესს? იქედან გამომდინარე, რომ თქვენ ძალიან ბევრი საქმეები გეწერებათ ხოლმე, ძირითადად მთლიანად ან სასამართლოში, ან ციხეში ხართ ხოლმე შეხვედრებზე თქვენ ბრალდებულებთან, მოყვებათ თუ არა ეს ემოციები სახლში? ზოგადად ადვოკატისთვის სტრესი პროფესიის ვფიქრობ, რომ განუყოფელი ნაწილი გახლავთ, რადგანაც საქმეები არის რთული, ემოციურად დატვირთული და ხშირად უკავშირდება საკმაოდ დიდ პასუხისმგებლობას. როგორ ვართმევ თავს სტრესს ამასთან დაკავშირებით გიპასუხებთ, რომ ვცდილობ საქმეში ჩავერთო გონებით და არა მთლიანად ემოციებით. ვაცნობიერებ იმას, რომ ადვოკატი უნდა იყოს მშვიდი და ობიექტური, რადგან ჩემი ემოციური რეაქცია პირდაპირ მოქმედებს დასაცავ პირზე და ასევე პროცესის შედეგებზე, საბოლოო შედეგზე, თუმცა ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს გულგრილობას, უბრალოდ უნდა ვცოდე რომ შეინარჩუნო ბალანსი საკუთარ ემოციასა და გონებას შორის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ კოლეგებთან ურთიერთობა. შედეგად გამომდინარე, რომ კოლეგებს, ადვოკატებს გვაქვს ერთნაირი გამოცდილება, ერთნაირი სტრესი აღნიშნულთან დაკავშირებით. ასევე რაც გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი, ყოველი საქმის შემდეგ ვფიქრობ, თუ რა ვისწავლე, რითგან ვითარდი, რა შევცვალე და როგორ შემიძლია რომ უკეთ გავაკეთო, როდესაც ვხედავ საკუთარი თავის პროგრესს, რა თქმა უნდა, სტრესიც ნაკლები არის და ის
დაიქცევა არა ტვირთად, არამედ გამოცდილებად. ძალიან მნიშვნელოვანი არის პოზიტიური ხედვა, მნიშვნელოვანი არის ის, რომ თითოეულ საქმეში დავინახო აზრი, ის რომ ჩემი შრომა ვინმეს ეხმარება, ეს რა თქმა უნდა ანეიტრალებს თაღლილობას და მაძლევს მოტივაციას, რომ გავაგრძელო სხვისი უფლების დასაცავად. მე მგონი თქვენთვის მოგებული საქმეები უფრო დიდი мотивაციაა კიდევ და რა თქმა უნდა, ყოველი წაგებული საქმე კიდევ გამოწვევა. დიახ, რა თქმა უნდა, არ შემიძლია რომ არ დაგეთანხმოთ მოგებული საქმე ადვოკატის კარიერაში მხოლოდ მოგებული საქმე არ არის, ეს არის იურიდიული გამარჯვება, რაც იწვევს ჩემში სამართლიანობის აღდგენას და ადამიანის ცხოვრებაში ცვლილებების შეტანას. თამთა მოდი რომ ვისაუბროთ მომავალ თაობებზე. რას ეტყოდით ახალგაზრდებს, ვისაც სურს რომ ამ სფეროში დაიწყოს მუშაობა? რა გამოწვევების წინაშე შეიძლება ისინი აღმოჩნდნენ და რისთვის უნდა იყვნენ მზად? საკმაოდ სიღრმისეული თემა გახლავთ ქალბატონო თამთა. რაც ვეტყოდი მომავალ თაობებს, ვისაც სურს რომ გაიარონ გზა იმისა, რომ გახდნენ ადვოკატები. რა თქმა უნდა, ადვოკატის პროფესია საკმაოდ რთული გახლავთ და ის მხოლოდ იურიდიული საქმიანობა არ არის, ეს არის ადამიანობის, სამართლიანობის და ღირსების დაცვა. ის, ვინც ირჩევს ამ გზას, უნდა იცოდეს, რომ ადვოკატობა არ არის მარტივი, მაგრამ არის ღრმად ადამიანური და ღირსეული პროფესია. პირველ რიგში ვურჩევდი, რომ თქმა უნდა არ უნდა შეეშინდეთ სიმართლის დაცვა, ადვოკატის გზა სავსეა წინააღმდეგობებით. ხშირად მოუწევთ ძლიერი მხარის წინაშე დგომა საკუთარი კლიენტის დასაცავად და ყოველთვის ახსოვდეთ, რომ სიმართლე ყოველთვის არ არის პოპულარული, მაგრამ ადვოკატის საქმე ის, რომ მან ყოველთვის უნდა დაიცვას, მტკიცედ იდგეს კანონის, სინდისისა და სამართლიანობის მხარეს. ასევე რაც არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი, ის რომ სწავლა არასდროს მთავრდება, სამართალი გახლავთ ცოცხალი ორგანიზმივით, ცვალებადი, ვინც მუდმივად არ სწავლობს, ის რა თქმა უნდა მალე ჩამორჩება. მნიშვნელოვანი არის ბევრი კითხვა, ბევრი პრაქტიკის მოძიება და ასევე გათავისება იმისა, რომ ყოველი საქმე გახლავთ ახალი, გაკვეთილი. ასევე აუცილებელი არის, რომ ადვოკატი არ უნდა იყოს მკაცრი, ის უნდა იყოს გაგების, თანაგრძნობის, მოსმენის უნარის მქონე ადამიანი, რადგან ზოგჯერ სიტყვა უფრო დიდი იმედს აძლევს ადამიანს, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილება და ასევე უმნიშვნელოვანესი გახლავთ ფსიქოლოგიური გამძლეობა. ჩვენ როგორც ვისაუბრეთ, საკმაოდ სტრესული გახლავთ ადვოკატობა. ხშირად შეიძლება შევხვდეთ უსამართლობას, აგრესიას, წარუმატებლობას, მაგრამ არასოდეს არ უნდა დანებდეთ, უნდა ისწავლოს სტრესის მართვა, ემოციების კონტროლი და შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნება. ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი პროფესიული იარაღი. საბოლოო ჯამში მომავალ თაობას ვეტყოდი, რომ თუ გიყვართ სამართალი, ჯერაც სიმართლის და გაქვთ ემპათიის უნარი, ეს გზა, რა თქმა უნდა, გახლავთ თქვენთვის. ძალიან დიდი მადლობა. 8 ნოემბერი ადვოკატთა საერთაშორისო დღეა. გილოცავთ პირველ რიგში თქვენ და ყველა ადვოკატს და ვისურვებ, რომ ისეთ ქვეყანაში და ისეთ სახელმწიფოში ვიცხოვროთ, სადაც კანონის უზენაესობა ყველაზე მაღლა იქნება ნამდვილად. მადლობას მოგახსენებთ ქალბატონო თამთა, რა თქმა უნდა. გახლავთ ადვოკატობა საკმაოდ პასუხისმგებლობის და ღირსების დიდი გზა. ვისურვებ, რომ ჩვენი პროფესია იყოს სავსე სამართლიანობით, გამარჯვებით, თავდადებით და ადამიანების ნდობით. მადლობას მოგახსენებთ აღნიშნული თემით დაინტერესებისთვის და ჩემი თქვენს გადაცემაში მოწვევისთვის. ძალიან დიდი მადლობა, უკვე მე მგონი ტრადიციად იქცა თქვენი მოწვევა, რადგან სამართლებრივ საკითხებს ხშირად ვეხებით ხოლმე, როგორც ცხოვრებისეულად ხშირად ხდება ადამიანების სამართლის საქმეებს, ასევე პრაქტიკაშიც ძალიან ხშირია. დიდი მადლობა, წარმატებებს გესურვებთ. მადლობთ, კარგად ბრძანდებოდეთ. ადვოკატის პროფესია არ არის მხოლოდ იურიდიული ცოდნა. ეს არის პასუხისმგებლობა, თანაგრძნობა და გამბედაობა დაიცვა სამართლიანობა, მაშინაც კი, როცა ეს რთულია და წარმოუდგენელად მიგვაჩნია.
დღეს ადვოკატთა საერთაშორისო დღეს მადლობას ვუხდით ყველა ადვოკატს, ვინც თავისი ცოდნითა და თავდადებით იცავს ადამიანის უფლებებს, სამართლიანობას საქართველოში და მთელ მსოფლიოში. წარმატებებს გისურვებთ. იმედია საინტერესო გადაცემა გამოვიდა. მომავალ შეხვედრამდე. Ezashitwane balahi kheze gasuli adesa damo partkhale kalmahi amo olili badesa viali kushina debi leksi gajeli velada bukhari shvelis tsvatebi da khvinit savse khelada Krima jol khasam bekura shvitkatsam tepshina kukhi guruli glekhish chakura da mosepuli pasuhi Tapas gaხედავ იხარე მუდამ ლექსის მართულია სალოცავ სათაღვანოა ჩემი ლამაზი გურია გულში სიმღერის მოდენა ბაღებში გოხდა ოდები ჯალაში სახლის ოდენა აგორებული ლოდები ესოში მწვანე ბალახი ხეზე გასული ადესა დამოფართხალე კალმახი ამოყოლილი ბადესა Viali kushina debi, leksi gajrili velada Bukhari shvelis tsvatebi, da khvinit savse khelada Krimanjul khasam bekura, shvitkatsam tepshina kukhi Guruli glekhis chakura, da mosrebuli pasuhi Tapas gaხედავ იხარე, მუდამ ლექსის მართულია სალოცავ სათაღვანოა, ჩემი ლამაზი გურია სიმღერის მოდენა ბაღებში გოხდა ოდები ჯალაში სახლის ოდენა აგორებული ლოდები ესოში მწვანე ბალახი ხეზე გასული ადესა დამოფართხალე კალმახი ამოყოლილი ბადესა Krima jul khasam begura shvitkatsam tepshina kukhi guruli glekhis chakura da mosrebuli pasuhi tapas gaხედავ იხარე მუდამ ლექსის მართულია სალოცავ სათაღვანოა ჩემი ლამაზი გურია გულში სიმღერის მოდენა ბაღებში გოხდა ოდები ჯალაში სახლის ოდენა აგორებული ლოდები ესოში მწვანე ბალახი ხეზე გასული ადესა დამოფართხალე კალმახი ამოყოლილი ბადესა